გამარჯობა ყველას. დღეს ჩვენ განვიხილავთ მე-19 და მე-20 საუკუნის სხვადასხვა პიროვნების ცხოვრებას, რომელთა შესახებაც შეიძლება არ გსმენიათ. ამ ქალებს ყველას ჰქონდათ საოცარი და საინტერესო ისტორიები, ასე რომ დარჩით ჩვენთან, რომ ნახოთ რა სირთულეები გადაიტანეს და როგორ დააგროვეს ქონება. ჩვენი პირველი ისტორიისთვის დავბრუნდებით მე-20 საუკუნის დასაწყისის ოკლაჰომაში. Sarah Rectory დაიბადა 1902 წლის 3 მარტს ქალაქ მასკოგიში, ოკლაჰომაში. მისი მამა იყო ჯოზეფ რექტორი, ხოლო დედა როუზ მაკ-კუინი. მას ჰყავდა 5 და-ძმა და მიუხედავად იმისა, რომ თავდაბალი ოჯახიდან იყო, იღბალმა სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება. სარას ისტორიის გასაგებად ჯერ უნდა დაუბრუნდეთ მის წინაპრებს. მისი დედის ბებია და მამის დიდი ბაბუა მუსკოგი კრიკის ინდიელების მიერ იყვნენ დამონებულნი. 1866 წელს სამოქალაქო ომისა და მონობის გაუქმების შემდეგ სარას წინაპრები აშშ-ის მთავრობამ გათავისუფლებოდ გაგულებად გამოაცხადა და ისინი იმ ტომების მოქალაქეები გახდნენ, რომლებმაც ადრე ისინი დაამონეს. 1887 წელს ფედერალურმა მთავრობამ შემოიღო დოუზის საერთო განაწილების აქტი, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო მეტმა ამერიკელმა ინდიელმა დაკარგა თავისი მიწა. ეს იმიტომ მოხდა, რომ მთავრობამ ტომების მთელი მიწა ზედმეტად მიიჩნია და გადაწყვიტა, რომ ტომებს ეს მიწა არ სჭირდებოდათ. შესაბამისად, ეს მიწები დაყოფილი და უფასოდ გადაეცა თეთრ დასახლებულებს. 1898 წელს კონგრესმა მიიღო კერტისის აქტი, რომელმაც დოუსის აქტი შეცვალა. ეს ახალი კანონმდებლობა ოკლაჰომას დაყოფას ითვალისწინებდა, რომელიც ინდური ტერიტორიის სტატუსიდან შტატის სტატუსზე გადადიოდა. ეს სავალდებულო ნაბიჯი იყო ახალი ოკლაჰომას შტატის შესაქმნელად. თუმცა მთავარი განსხვავება ის იყო, რომ არა მხოლოდ თეთრგანიან დასახლებულებს გადაეცემოდათ უფასო მიწა ყოფილი ინდური ტერიტორიიდან, არამედ დაუგავებელი მიწებიც გადაეცემოდა ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომებს. როგორც კრიკის თომის მონების შთამომავალი და მოგვიანებით ფრიდმენთა სტატუსის მქონე სარა და მისი 2 და-ძმა თითოეულს ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი. სარას მიწის ნაკვეთი დაახლოებით 160 აკრე იყო. ეს განაწილება მოხდა 1898 წლიდან 1906 წლამდე. შედეგად თითქმის 1 მილიონი აკრი მიწა აღმოსავლეთ ოკლაჰომაში გადაეცა კრიკის ერის ბავშვებს მიწის ნაკვეთების სახით. ეს მოიცავდა დაახლოებით 4400 შავკანიან ბავშვს და ათასობით მუსკოგის ფრიდმენ არასრულწლოვნებს. სულ ჯამში კერტისის აქტმა ტომებს დაახლოებით 90 მილიონი აკრი მიწა წაართვა. გარდა ამისა, როდესაც ეს ზედმეტი მიწა გადანაწილდა, ფედერალურმა მთავრობამ ტომის წევრებს, მათ შორის სარას, მისცა არასასურველი მიწები, რომლებიც ითვლებოდა კლდოვანად, ნაყოფიერი ნიადაგით და შესაბამისად არ იყო ვარგისი სოფლის მეურნეობისთვის. ამასობაში უფრო ფასეული და ნაყოფიერი მიწის ნაკვეთები თეთრკანიანი დასახლებულებისთვის იყო დაცული. თუმცა ის, რაც მთავრობას არ ჰქონდა პროგნოზირებული, იყო ის, რომ იმ მიწების ქვეშ, რომლებიც ახალგაზრდა თაობებს გადაეცათ, იმალებოდა უკიდურესად ფასეული, წიაღისეული საწვავი. სარა რექტორისთვის გადაცემული მიწა მდებარეობდა გლენპულში, მისი ოჯახის სახლიდან დაახლოებით 60 მილში. სარა რექტორი და მისი ოჯახი, როცა ის იზრდებოდა, საკმაოდ ღარიბები იყვნენ. მამამისს კი არ შეეძლო შვილებისთვის გამოყოფილ მიწაზე ძლიური ქონებრივი გადასახადის გადახდა. ის $20, რომელიც ჯოზეფ რექტორმა, სარა რექტორის მამამ უნდა გადაიხადა თავისი ქალიშვილის მიწისთვის, მძიმე ტვირთი იყო. ამის გამო ჯოზეფმა მიმართა მუსკოგის ოლქის სასამართლოს მიწის გასაყიდად. თუმცა, რადგან სარა ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, ეს მოთხოვნა უარყვეს. მას მოუწია გადასახადის გადახდის გაგრძელება, რაც უკვე ღარიბ ოჯახზე მძიმე ტვირთა დაცვა. 1911 წლის თებერვალში იოსებმა Standard Oil კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწია და სარას მიწა მათ გააქირავა, რამაც საბოლოოდ ფინანსური ტვირთი მოუხსნა. 2 წლის შემდეგ B ჯონსმა, დამოუკიდებელმა ნავთობის მომპოვებელმა, რომელიც მილიონერ ნავთობის კაცად იყო ცნობილი, მიწაზე ჭაბურღილი გაბურღა, რომელმაც ძლიერი ნავთობის ნაკადი გამოიტანა. საბედნიეროდ სარასთვის, მისი მიწის ქვეშ ნედლი ნავთობი აღმოჩნდა. ჯონსმა დაიწყო ამ მიწის დამუშავება და რამდენიმე თვეში ყოველდღიურად 10,000-ობით ბარელი ნავთობი იწარმოებოდა.
ამ დროს ოკლაჰომას კანონმდებლობა ითხოვდა, რომ ყველა ბავშვი, რომელიც ინდიელთა ტერიტორიის მოქალაქე იყო და მნიშვნელოვანი ქონება და ფული ჰქონდა, ეწერათ ეგრეთ წოდებული პატივსაცემ თეთრკანიან მეურვეებზე. ეს ნიშნავდა, რომ თუნდაც მათი მშობლები ცოცხლები ყოფილიყვნენ, ისინი ვერ მართავდნენ თავიანთი შვილების ქონებას. მალე რექტორი აღმოჩენის შედეგად დიდ ქონებას იღებდა როიალტების სახით. თუმცა კანონის მოთხოვნების შესასრულებლად ადგილობრივ მოსახლეობაში იყო მოწოდებები სარას მეურვეობის შეცვლისკენ. ამიტომ მოსამართლემ დანიშნა ადგილობრივი თეთრკანიანი მცხოვრები სახელად T.J. პორტერი სარას ფინანსური საქმეების ზედამხედველად. უნდა აღინიშნოს, რომ ის სრულიად უცნობი არ იყო, რადგან რექტორის ოჯახს იცნობდა. ამ აღმოჩენის ამბავი მალე ქვეყნის მასშტაბით გაზეთების სათაურებში მოხვდა. სარა ეხლა უკვე მხოლოდ რამდენიმე წლის ასაკში თვეში $1000 უნდა გამოიმუშავებდეს. ერთი წყაროს მიხედვით, მხოლოდ 1913 წლის ოქტომბერში მან როიალტის სახით $11,500 მიიღო. როგორც ჩანს, მისი მზარდი ქონების გამო 1913 წელს ოკლაჰომას საკანონმდებლო ორგანომაც კი სცადა სარა თეთრად გამოეცხადებინათ, რათა მას მატარებელში პირველი კლასის ვაგონით ესარგებო. გაზეთების ცნობით, სარას შემოსავალი პრეზიდენტისაზე მეტიც კი იყო და ის ამერიკაში ყველაზე მდიდარ შავკანიან გოგონად იქცა. თუმცა მიუხედავად მისი უზარმაზარი შემოსავლისა, ჭორები მაინც ვრცელდებოდა, რომ სარას საცხოვრებელი პირობები უცვლელი დარჩა. ამბობდნენ, რომ სარა კვლავ ოროთახიან ქოხში ცხოვრობდა თავის დიდ ოჯახთან ერთად. სიღარიბეში დარჩენილი ბევრმა დაიწყო კითხვა, რა ხდებოდა სარას სიმდიდრესთან დაკავშირებით. 1914 წელს აფროამერიკულმა გაზეთმა Chicago Defender-მა სარას ამბავი და მის სიღარიბესთან დაკავშირებული ხმები გაიგო. მოგვიანებით მათ გამოაქვეყნეს სტატია, სადაც ამტკიცებდნენ, რომ სარა და მისი და-ძმები გაუნათლებლები იყვნენ, ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ და მისი სიმდიდრე არასწორად იმართებოდა. სტატიამ რამდენიმე გამოჩენილი აფროამერიკელის ყურადღება მიიპყრო, რომლებიც სარას საცხოვრებელი პირობებისა და მეურვეობის გამო შეშფოთდნენ. მალე დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, სწორად მართავდა თუ არა T.J. პორტერი სარას სიმდიდრეს. ივნისში მემორანდუმი გაგზავნა ჯეიმს C. ვოტერსს, უმცროსმა, რომელიც ფერადკანიანთა პროგრესის ეროვნული ასოციაციის აგენტი იყო. უილიამ დუ-ბოისმა მიიღო მემორანდუმი, რომელშიც ვოტერსმა დეტალურად აღწერა, რომ სარას ქონება სინამდვილეში არასწორად იმართებოდა. მისი თქმით, სარამ არ მიიღო განათლება, ატარებდა იაფფასიან კაბებს და ფეხსაცმელი არ ეცვა. ამასობაში მისმა მეურვემ დიდი თანხა გამოიმუშავა. ვოთერსმა დაამატა, შეუძლებელია, რომ მას ნორმალურად მოუარონ და ეს მისი საკუთარი რასის ადამიანები გააკეთო. და არა იმ რასის წარმომადგენელი, რომელიც მას და მის მსგავსებს იმ მოპყრობასაც კი არ მიაგებდა, რასაც კარგ ეზოს ძაღლს აძლევენ. დიდი დრო არ გასულა, რომ ქვეყნის მასშტაბით გაზეთებმა სარას მეურვის პოზიცია ეჭქვეშ დააგანეს. გარდა ამისა, სარას მსგავს სხვა შემთხვევებსაც უსვამდნენ ხაზს. ასობით ადგილობრივ შავკანიან ბავშვს სიმდიდრე ჰქონდა მოპოვებული მათი მიწის ნავთობის აღმოჩენების გამო და ზუსტად სარას მსგავსად მათაც თეთრკანიანი მეურვე ჰყავდათ დანიშნული, რომელიც ხშირად არასწორად განაგებდა მათ ქონებას. ქვეყნის მასშტაბით გაზეთები სვამდნენ კითხვას, რატომ არ შეიძლებოდა შავკანიანი მეურვის დანიშვნა. სარას საქმე ამ საკითხის მთავარი ყურადღების ცენტრი გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ სარასა და მის მეურვესთან დაკავშირებული ზუსტი დეტალები კვლავ გაურკვეველია. მალე მას შემდეგ, რაც პრესამ ეს საკითხი გააშუქა, დიუბუასა და მოსამართლეს შორის მიმოწერა შედგა. ლიმ გაამხილა, რომ სარა ოჯახთან ერთად 5 ოთახიან კოტეჯში გადავიდა და ის თავის მშობლიურ ქალაქ თაფტში სკოლაში დადიოდა ყველა თავის და-ძმასთან ერთად. მოსამართლემ დიუბუას ასევე უთხრა, რომ სწორედ ოჯახმა აირჩია პორტერი მეურვედ და რომ ის მხოლოდ სარას შემოსავლის 2%-ს იღებდა. ასევე თეთრკანიანების მფლობელობაში მყოფი გაზეთები წერდნენ, რომ მოსამართლე ლიხი ძალიან მკაცრი იყო მეურვეების მიმართ, თუ რაიმე შეუსაბამობა წარმოიშვებოდა. თუნდაც სარას მეურვეობასთან დაკავშირებული სიტუაცია ძალიან გადაჭარბებული ყოფილიყო, NAACP-ის გამოძიებამ გამოავლინა მეურვეობის არსებული პრობლემები და მასთან დაკავშირებული კორუფცია. რაც ნიშნავს, რომ ნაკლები ბავშვი იქნება უყურადღებოდ მიტოვებული და ექსპლუატირებული.
გარდა ამისა, დუბოისმა მოგვიანებით დაარსა NAACP-ის ბავშვთა დეპარტამენტი, რომელიც იძიებდა იმ თეთრკანიანი მეურვეების საქმეებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ შავკანიანი ბავშვებისთვის მიწისა და ქონების წართმევაში. სარა და მისი უფროსი და შემდეგ თაფთის სკოლიდან წავიდნენ და უკეთესი განათლება მიიღეს, რადგან ჩაირიცხნენ თუსკიგის ინსტიტუტის ბავშვთა სკოლაში. სკოლაში ყოფნისას კრიმინალთა ჯგუფმა დაგეგმა სარას გადაცემა და გამოსასყიდის მოთხოვნა. საბედნიეროდ რამდენიმე მოსწავლემ აღკვეთა გადაცემა. სამწუხაროდ სარას სიმდიდრე ხშირად ხდიდა მას ძალადობისა და ექსპლუატაციის სამიზნედ. ეს შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს, რის გამოც მან მოგვიანებით თავი შორს დაიჭირა პრესისგან. 1915 წელს სარას ნაკვეთზე ნავთობის წარმოება თვეში დაახლოებით 160,000 ბარელს შეადგენდა. რადგან სარას ერთი მერვედი წილი ჰქონდა, ის თვეში დაახლოებით 18,000 ირებდა, რაც დღეს დაახლოებით 460,000 შეადგენს. იმ დროს საშუალო საოჯახო შემოსავალი თვეში $60-ზე ნაკლები იყო. სარას შემოსავლის მასშტაბის უკეთ გასაგებად, მისი დღიური შემოსავალი იმ დროის ამერიკელთა უმეტესობის ძლიურ ხელფასზე მეტი იყო. მისი ცხოვრების და ისტორიის ფართო გაშუქების გამო, სარა საჩუქრებს, სესხის თხოვნებს და განსაკუთრებით გაცილებით უფროსი მამაკაცებისგან ქორწინების წინადადებებს ირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა თინეიჯერი გოგონა იყო, ეჭვგარეშეა ამ მამაკაცებს უბრალოდ მისი ქონების კონტროლი სურდათ. 1917 წელს ოჯახი გადავიდა კანზას სიტიში, მისურის შტატში და რამდენიმე წელიწადში ისინი დასახლდნენ ლამაზ აგურის სასახლეში, რომელიც ცნობილია როგორც სარა რექტორის სასახლე. სარა რომ 18 წლის გახდა, უკვე უდავოდ მილიონერი იყო. მას სხვადასხვა ბიზნესი და ქონება ჰქონდა, მათ შორის აქციები, სასტუმრო სახლი და მიწა. სარას დედა, რომელსაც ოჯახში მამა როუზს ეძახდნენ, მის ფინანსებს მართავდა მანამ, სანამ სარა 20 წლამდე გახდებოდა. ქალაქში გადასვლიდან მალევე სარა შეხვდა ადგილობრივ ბიზნესმენს, სახელად კენეთ კემბელი. წყვილი 1920 წელს დაქორწინდა. ქორწილი ვიწრო წრეში გაიმართა, მხოლოდ ახლო ნათესავები ესწრებოდნენ. სკვილს 3 ვაჟი ჰყავდა და მოგვიანებით 1930 წელს განქორწინდნენ. 1922 წლის მარტისთვის სარას ქონება $1 მილიონზე მეტი იყო შეფასებული, რაც დღევანდელი ფულით დაახლოებით 15,5 მილიონს შეადგენს. რექტორი თავისი ქონებით თქმებოდა და კომფორტულად ცხოვრობდა. მას ძალიან უყვარდა ელეგანტური ტანსაცმელი, რის გამოც ზოგიერთ დიზაინერულ მაღაზიაში, სადაც ჩვეულებრივ მხოლოდ თეთრკანიანებს უშვებდნენ, მაღაზიას კეტავდნენ და მხოლოდ რექტორებს აძლევდნენ შოპინგის საშუალებას. სარა და მისი დედაც სიამოვნებით ატარებდნენ ძვირადღირებულ სწრაფ მანქანებს, როგორიცაა კადილაკი, ლინკოლნი და როლს-როისი. ორივე ცნობილები იყვნენ იმით, რომ ქალაქში სწრაფად დაქროდნენ, რის გამოც სარა განსაკუთრებით ხშირად იღებდა ჯარიმებს სიჩქარის გადაჯარბებისთვის. სარა ცნობილი იყო თავისი მდიდრული ცხოვრებით, ის საკუთარ სახლში დიდებულ წვეულებებს აწყობდა ქვეყნის აფრო-ამერიკული საზოგადოების წამყვანი წევრებისთვის, მათ შორის ჯაზის ცნობილ სახეებისთვის. ამის მიუხედავად მიიჩნევა, რომ სარა კანზას სიტიში მშვიდად ცხოვრობდა, ხოლო მისი ცხოვრების მოგვიანები პერიოდის დეტალების მოძიება რთულია. სარამ დიდი თანხა დაკარგა 1929 წლის უოლ სტრიტის კრახის შემდეგ, განსაკუთრებით იმის გამო, რომ წინა წელს მან და მისმა მეუღლემ ავტომობილების დილერობა დაარსეს, რომელიც გაკოტრდა. განქორწინების შემდეგ სარა 1934 წელს რესტორნის მფლობელ უილიამ კროფორდზე დაქორწინდა. სარა რექტორი გარდაიცვალა 1967 წლის 22 ივლისს 65 წლის ასაკში, თავის ტვინის სისხლჩაქცევის შედეგად. შემდეგ იგი დაკრძალეს ტაფტის სასაფლაოზე, მის მშობლიურ ქალაქ თაფტში. შემდეგ გადავდივართ მე-19 საუკუნის დასაწყისის ჯორჯიაში. ბიდი მეისონი, როგორც მიიჩნევა, დაიბადა 1818 წლის 15 აგვისტოს ჰენკოკის ოლქში, ჯორჯიაში, თუმცა ამ დეტალებში დარწმუნებული ვერ ვიქნებით. დაბადებისას მას ბრიჯეტი დაარქვეს, მაგრამ ახალგაზრდობაში ბიდი შეარქვეს და ეს სახელი მთელი ცხოვრების განმავლობაში შეინარჩუნა. ბიდი დაიბადა მონობაში, რადგან ჯორჯია, ამერიკის სამხრეთით, მაშინაც მონათმფლობელი შტატი იყო და ასეთად დარჩებოდა თითქმის 50 წლის განმავლობაში. რაც კიდევ უფრო უარესი იყო, ბიდი ახალგაზრდობაში მშობლებს დააშორეს და ჯორჯიელი პლანტაციის მფლობელს რობერტ სმითსონს მიხიდეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ახალგაზრდობა და საერთოდ ცხოვრების ადრეული წლები მძიმე იყო და მონობაში გაატარა, ამ პერიოდში მან ბევრი უნარი შეიძინა, რაც მომავალში წარმატების მიღწევაში დაეხმარა.
მაგალითად, რობერტ სმითსონის პლანტაციაზე, რომელმაც იგი 1820-იან წლებში მისი პირველი მფლობელისგან იყიდა, ბიდიმ ბევრი რამ ისწავლა მეცხოველეობასა და სოფლის მეურნეობაზე. ასევე სხვა მონებმა, რომლებიც იქ იყვნენ, ასწავლეს მას ხალხური მედიცინის შესახებ, რომელიც აფრიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო მოტანილი და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ამ წლების განმავლობაში მან ბებია-ქალის უნარებიც შეისწავლა. 1836 წელს ბიდი ან ქორწილის საჩუქრად გადასცეს ან გაყიდეს რობერტ და რებეკა სმითებზე, ახალგაზრდა წყვილზე, რომელსაც მისისიპის შტატში დასავლეთით პლანტაცია ჰქონდა. მან თავისი ცხოვრების შემდეგი 10 წელი იქ გაატარა. ამ პერიოდში 3 შვილი, ყველა ქალიშვილი, შეეძინა. ელენი 1838 წელს დაიბადა, ანი 1854 წელს, ხოლო არსებობს ვარაუდი, რომ მისი დამმონებელი რობერტ სმითი იყო ამ ბავშვების მამა, თუმცა ამის დასადასტურებელი საბოლოო მტკიცებულება არ არსებობს. 1857 წელს მისისიპიში მორმონთა მისიონერები ჩავიდნენ, რათა ადგილობრივები ახალი იესო ქრისტეს უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესიაში მოექციათ, რომელიც ხშირად არაოფიციალურად LDS ეკლესიად ან მორმონთა ეკლესიად არის ცნობილი. ეს ეკლესია ჯოზეფ სმითმა დააარსა ნიუ-იორკის შტატის დასავლეთ ნაწილში 1820-იან წლებში. მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ღვთიური გამოცხადებები მიიღო და ეკლესია შემდეგ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. როდესაც ისინი იზრდებოდნენ, დაიწყეს დასავლეთისკენ გადაადგილება, რათა ებავათ ამერიკული სიონი შეერთებული შტატების სასაზღვრო მხარეში. 1840-იან წლებში მათ უკვე ჰქონდათ დასახლებები ილინოისის, ოჰაიოსა და მისურის ნაწილებში, მაგრამ ეკლესიის გაძლიერებამ ამ რეგიონებში ასევე გამოიწვია წინააღმდეგობა და 1854 წელს სმითი ილინოისში აჯანყების დროს მოკლეს. მიუხედავად ამისა, მისი მიმდევრები ერთგულნი დარჩნენ მიზნისადმი და მომდევნო წლებში მორმონთა ჯგუფები სამხრეთისა და დასავლეთისკენ მიემართებოდნენ ახალი მიმდევრების მოსაძებნად. და სწორედ ასეთი მორმონთა ერთ-ერთი ჯგუფი მივიდა სმითის პლანტაციაზე მისისიპიში 1857 წელს. მორმონთა მისიის მისისიპიში ჩამოსვლიდან მალე რობერტ სმითი შეუერთდა იესო ქრისტეს უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესიას და შემდეგ გადაწყვიტა გადასულიყო იუთაში, რადგან მორმონთა ეკლესიის ლიდერები იქ გაემართნენ ახალი საზღვრისპირა საზოგადოების დასაარსებლად. მან თავისი ოჯახი და მონები წაიყვანა თან, მათ შორის ბიდი და მისი 3 ქალიშვილი. იქ ჯოზეფ სმითის მემკვიდრე ეკლესიის ხელმძღვანელად ბრიგამ იანგი თავის ხალხს სოლტ ლეიქ ველიში მიუძღოდა და ისინი იწყებდნენ დასახლების შექმნას, რომელიც მორმონიზმის გულად იქცეოდა. Salt Lake City. სწორედ აქ გაემართნენ სმითებიც და უფრო დიდი ქარავანიც, რომლის ნაწილსაც ისინი შეადგენდნენ 1857 წელს. 1858 წელს კი კოლორადო გაიარეს და უტაში ჩავიდნენ. გზაში ბიდის სამედიცინო უნარები ძალიან გამოსადეგი იყო და ის ქარავნის განუყოფელი წევრი გახდა. როდესაც ისინი საბოლოოდ ჩავიდნენ უტაში, სმითი და მისი ჯგუფი დასახლდნენ ქოთონუდის ქალაქში, რომელიც არც ისე შორს იყო Salt Lake City-დან. უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესია არ იყო აბოლიციონისტური რელიგიური დენომინაცია. მართალია, ბრიგამ იანგს აშკარად ჰქონდა ანტიპათია აფროამერიკელების მიმართ და Salt Lake City-ში და მის მიმდებარე დასახლებებში მონობა ნებადართული იყო. თუმცა 1851 წელს ბრიგამ იანგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ერთი შეხედვით ბიდის თავისუფლების მოპოვების შესაძლებლობა გაუჩინა. უკვე 1858 წელს შეერთებულმა შტატებმა მექსიკა-ამერიკის ომის სამშვიდობო შეთანხმებით დიდი ტერიტორია შეიძინა, რომელიც ტეხასიდან წყნარ ოკეანემდე ვრცელდებოდა. ეს მოიცავდა რეგიონს, რომელსაც მექსიკელები ალტა კალიფორნიას უწოდებდნენ, მაგრამ რომელიც მალე ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატი გახდა. ასევე 1858 წელს კალიფორნიაში აღმოაჩინეს ვრცელი ოქროს საბადოები და როგორც კი ეს ამბავი გავრცელდა, 10,000-ობით ოქროს მაძიებელი და სხვა ავანტიურისტი კალიფორნიისკენ დასავლეთში დაიძრა. 1859 წლის ოქროს ციებ-ცხელებამ და შემდგომმა წლებმა შტატის სწრაფი განვითარება გამოიწვია და ბრიგამ იანგი შეშფოთებული იყო, რომ უკანასკნელი დროების წმინდანთა ეკლესიას კალიფორნიის რეგიონში წარმომადგენლობა ჰქონოდა. შესაბამისად, 1851 წელს მან სამხრეთ-დასავლეთით კალიფორნიის სან ბერნარდინოში მისია გაგზავნა. მან იმ ადამიანებს, ვინც ამ მოგზაურობაში წავიდა, დაარიგა, რომ როდესაც კალიფორნია 1850 წელს, როგორც 31 შტატი შეერთებულ შტატებში შევიდა, იგი თავისუფალ შტატად იქნა მიღებული. ამიტომ მონების ფლობა შტატში აკრძალული იყო და ვინც იუდადან კალიფორნიაში მონებს თან წაიყვანდა, ფაქტობრივად მათ თავისუფლებას ანიჭებდა.
ამგვარად, როდესაც რობერტ სმითმა გადაწყვიტა, ოჯახთან და მონებთან ერთად კალიფორნიაში მისიისთვის შეერთებოდა, ჩანდა, რომ ბიდი მალე მიიღებდა თავისუფლებას, მაგრამ სმითს სხვა გეგმები ჰქონდა. რობერტ სმითმა კალიფორნიაში ჩასვლის შემდეგ მონები არ გაათავისუფლა და ბევრი მონა, მათ შორის ბიდიც, სრულიად არ იცოდა, რომ შტატში შესვლისთანავე თავისუფლებაზე ჰქონდა უფლება. გარდა ამისა, 1850-იანი წლების დასაწყისში, კალიფორნიის ხელისუფლება როგორც წესი არ იყო მზად დაესაჯა მონათმფლობელები, რომლებიც შტატში მონებთან ერთად შედიოდნენ და მათ არ ათავისუფლებდნენ. ამიტომ ბიდი და მისი ქალიშვილები კალიფორნიაში ჩასვლის შემდეგ კიდევ რამდენიმე წელი მონობაში დარჩნენ. 1855 წელს ბიდის ერთ-ერთმა ქალიშვილმა ელენმა დაიწყო ურთიერთობა თავისუფალ შავკანიან მამაკაცთან, სახელად ჩარლზ ოუენსი. ჩარლზ ოუენსისგან გაიგო ბიდიმ, რომ კალიფორნიის კანონმდებლობით მონობა აკრძალული იყო და რომ ბიდის ჰქონდა უფლება სასამართლოში ეჩიულა მის და მისი ქალიშვილის მონობის სტატუსის წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ რობერტ სმითის მონებად ითვლებოდნენ. შემდეგ ოუენსმა მას დახმარება გაუწია და ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლოში შესაბამისი პეტიცია შეიტანა. ბიდის არ მისცეს უფლება საკუთარი თავის დასაცაცავად ეთქვა რამე, მაგრამ რადგან მისმა მონათმფლობელმა რობერტ სმითმა სასამართლოში არ გამოცხადდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კალიფორნიის კანონმდებლობის შესაბამისად ბიდისა და მისი სამი ქალიშვილისთვის თავისუფლება მიენიჭებინათ. ამგვარად საქმე გადაიდო 1856 წლის იანვარში, როდესაც ბიდი დაახლოებით 38 წლის იყო. ამ ეტაპზე ბიდიმ აერჩია გვარი მეისონი. ეს იყო სან ბერნარდინოში მცხოვრები ერთი მორმონის შუა სახელი, რომლისთვისაც ბიდი გარკვეული დრო მუშაობდა და როგორც ჩანს, მას პატივს სცენდა. 1856 წელს, როდესაც მან და მისმა ქალიშვილმა თავისუფლება მოიპოვეს, ბიდი და მისი ქალიშვილები გადავიდნენ ოუენსების ოჯახში, რომლებმაც მას სამართლებრივ დავაში დახმარება გაუწიეს, ხოლო მისი ქალიშვილი ელენი მალე ჩარლზ ოუენსს გაჰყვა ცოლად. ბიდიმ მუშაობა დაიწყო მეტად, რითაც კარგად გამოიყენა ჯორჯიაში გაზრდისას შეძენილი სამედიცინო უნარები. ის მალე წარმატებას მიაღწია ამ პროფესიაში, რადგან კალიფორნიაში 1850-იანი წლების ბოლოსა და 1860-იანი წლების დასაწყისში ყვავილის ეპიდემია მიფეთქა, ხოლო მისი ბებია-ქალობის უნარები მუდმივად მოთხოვნადი იყო. მეისონი ამ პერიოდში მოგრძალებულად ცხოვრობდა და ფულს ზოგავდა. 1866 წლისთვის მას უკვე საკმარისი თანხა ჰქონდა დაგროვებული, რომ საკუთარი სახლი ეყიდა ლოს-ანჯელესში, სპრინგ სტრიტზე, $250. ეს დაბალი ფასი იყო, რადგან იმ დროს სპრინგ სტრიტი ლოს-ანჯელესის პერიფერიაზე მდებარეობდა, მაგრამ ქალაქის სწრაფი ზრდის შედეგად ეს ადგილი უფრო ცენტრალური გახდა. ამ სახლის შეძენით ბიდი ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი ქალი გახდა, რომელსაც კალიფორნიაში საკუთრება ჰქონდა და მალე მან კიდევ რამდენიმე ქონება შეიძინა. იგივე ეკონომიურობა, რაც მას თავისუფლების პირველ წლებში ახასიათებდა, 1870-იან წლებშიც გაგრძელდა. და ბიდიმ დაიწყო დაგროვილი ფულის გამოყენებაება, ქალაქის პერიფერიებზე იაფი უძრავი ქონების შესაძენად, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ სარფიანად ყიდდა. როდესაც ლოს-ანჯელესის გარშემო უძრავი ქონების ფასები ზრდას განაგრძობდა, 1880-იანი წლების დასაწყისისთვის ბიდიმ უკვე მნიშვნელოვანი ქონება დააგროვა და ეს თანხა ქალაქში კომერციული შენობების ასაშენებლად გამოიყენა, რომლებიც შემდეგ ოფისებად გააქირავა. კალიფორნიის უძრავი ქონების ინდუსტრიაში მისი გამჭრიახი ბიზნესგზნობისა და ლოცვის ძალის შედეგად. 1880-იანი წლების ბოლოსთვის ბიდი მედისონმა, ქალმა, რომელიც 70 წლის წინ ჯორჯიაში მონად დაიბადა, დააგროვა ქონება, რომელიც დაახლოებით $300,000 იყო შეფასებული, რაც დღევანდელი ფულით დაახლოებით $10 მილიონ შეადგენს. ბიდის საქმიანობა მის ბიზნეს ინტერესებს გაცდა. 1872 წელს მან და მისმა სიძემ ჩარლზ ოუენსმა ასევე დაარსეს ლოს-ანჯელესის პირველი აფრიკანული მეთოდისტური ეპისკოპალური ეკლესიის ფილიალი, რომელიც იყო პირველი აფროამერიკული ეკლესია ლოს-ანჯელესში. შეხვედრები, სადაც ეკლესიის დაარსების დაგეგმა და ორგანიზება ხდებოდა, ბიდი მეისონის სახლში, სპრინგ სტრიტზე ტარდებოდა. მიწა, რომელზეც ეკლესია აშენდა, ასევე უშუალოდ მის მიერ იყო შეწირული. მეისონი დღესაც ფართოდ არის აღიარებული თავისი ქველმოქმედებისა და საქველმოქმედო საქმიანობისთვის. მაგალითად, მას მიაწერენ მნიშვნელოვან როლს ქალაქში აფროამერიკელი ბავშვებისთვის პირველი დაწყებითი სკოლის დაარსებაში. მან ასევე მნიშვნელოვანი თანხები შესწირა ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ საქმეებს, როგორც კი საკუთარი პირადი ქონება ამის საშუალებას მისცემდა. ამ საქმიანობებიდან ზოგიერთი საკმაოდ გამორჩეულია. მეისონი მაგალითად ხშირად სტუმრობდა თავისი რეგიონის ციხის პატიმრებს, რათა გაეგო, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო მათთვის იურიდიული დახმარების გასაწევად.
1880-იან წლებში, როდესაც ლოს-ანჯელესში ძლიერი წყალდიდობები მოხდა და ათასობით ადამიანი გაღატაკდა, მეისონმა რამდენიმე სასურსათო მაღაზიაში თავის სახელზე ანგარიშები გახსნა და ამ ანგარიშების მეშვეობით მრავალი კვირის განმავლობაში იხდიდა წყალდიდობის მსხვერპლთა საყიდლებს. ბოლოს ცხოვრების გვიან წლებში მან თავისი სახლი ფაქტობრივად ბავშვთა თავშესაფრად და გაღატაკებულთათვის მზრუნველობის სახლად გადააქცია. ხალხი ყოველდღე მოდიოდა აქ, რათა სიღარიბის დასაძლევად დახმარება მიეღო. როდესაც ბიდი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვეღარ ახერხებდა მათ კართან დახვედრას, მისი შვილიშვილი მათ სახლში შეჰყავდა, რომ ბიდისთან შეხვედროდნენ. არასაკვირად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბიდი ლოს-ანჯელესის აფროამერიკულ საზოგადოებაში ბებია მეისონის სახელით გახდა ცნობილი. მეისონი გარდაიცვალა 1881 წლის 15 იანვარს ლოს-ანჯელესში, 73 წლიანი ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ ის თავისი ქველმოქმედებისა და რელიგიური აქტივობის გამო საზოგადოების პატივსაცემ ფიგურად იქცა, მაინც უნიშნო საფლავში დაკრძალეს ევერგრინის სასაფლაოზე, რომელიც ქალაქის ბოილ ჰაიტსის რაიონში მდებარეობს. ხოლო თითქმის 100 წლის შემდეგ აღიარეს მისი წვლილი კალიფორნიის ადრეულ ისტორიაში, როდესაც 1988 წელს მის საფლავზე დიდი საფლავის ქვა აღმართეს. ერთი წლის შემდეგ კალიფორნიის აფროამერიკული მუზეუმმა გამოფენა მოაწყო მისი ცხოვრების საპატივცემულოდ და 1989 წლის 16 ნოემბერი ბიდი მეისონის დღედ გამოაცხადა. დღეს ლოს-ანჯელესში მდებარე ბიდი მეისონის მემორიალური პარკი მის პატივსაცემად არის დასახელებული. ამგვარად, საუკუნის შემდეგ მეისონის გამორჩეული ისტორია ფართო საზოგადოებამ გაიცნა. ჩვენი შემდეგი ისტორიისთვის დავბრუნდებით 1860-იან წლებში, ლუიზიანაში. სარა ბრიდლოვი დაიბადა 1867 წლის 23 დეკემბერს ბამბის პლანტაციაზე დელტასთან, ლუიზიანაში. მისი მშობლები, ოუენ და მინერვა ბრიდლოვები, ისევე როგორც მისი 5 უფროსი და ძმა, დაიბადნენ მონობაში და მუშაობდნენ რობერტ უ ბერნის მედისონის პარიზის პლანტაციაზე. ბოლოს ოჯახი გათავისუფლდა და დაიწყო მუშაობა როგორც წილნაყარი გლეხები. სხვა ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, სარა დაიბადა თავისუფალი 1873 წლის ემანციპაციის პროკლამაციის წყალობით. სარას ადრეული ცხოვრება სირთულეებით იყო სავსე. 1872 წელს სარას დედა სამწუხაროდ გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი უცნობია, ყველაზე სავარაუდოდ ეს ქოლერამ გამოიწვია. მხოლოდ 1 წლის შემდეგ სარას მამაც გარდაიცვალა. ის მხოლოდ 6 წლის იყო და ახლა ობოლი დარჩა. ამის შემდეგ ის ვიქსბურგში, მისისიპიში გადავიდა საცხოვრებლად თავის უფროს დასთან, ლუანიასთან და სიძესთან, ჯეს პაუელთან. ის მხოლოდ 10 წლის იყო, როცა შინამოსამსახურედ მუშაობა დაიწყო. სარა ბავშვობაში ნამდვილი განათლება არ მიუღია. საუკეთესო რაც მიიღო, იყო წერა-კითხვის გაკვეთილები კვირაობით მის ადგილობრივ ეკლესიაში. მან მოგვიანებით განაცხადა, რომ ცხოვრების გზას რომ ვიწყებდი, ძალიან ცოტა ან საერთოდ არ მქონდა შესაძლებლობა. სარა არ უყვარდა თავის დასთან ცხოვრება, რადგან სიძემ ცუდად ექცეოდა. ამიტომ ის მხოლოდ 14 წლის ასაკში გათხოვდა, რომ მისი ძალადობისგან გაქცეულიყო. მხოლოდ 3 წლის შემდეგ მას შეეძინა ქალიშვილი სახელად ალილია, რომელიც დაიბადა 1885 წლის 6 ივნისს. სარა მხოლოდ 20 წლოვანი იყო, როდესაც დაქვრივდა, რადგან მისი პირველი ქმარი, მოზეს მაკუილიამსი, გარდაიცვალა მათი ქალიშვილის დაბადებიდან მხოლოდ 2 წლის შემდეგ. შემდეგ სარამ თავისი ქალიშვილი წაიყვანა სენტ-ლუისში, სადაც მისმა ძმებმა დალაქებად მოეცნენ. შემდეგ სარამ რეცხავად დაიწყო მუშაობა და დღეში ოდნავ მეც იღებდა ვიდრე $1. როცა არ მუშაობდა, სარა სენტ-პოლის აფრიკული მეთოდისტურ ეპისკოპალური ეკლესიის გუნდში მღეროდა. მალე მან გადაწყვიტა თავის ქალიშვილს ფორმალური განათლება მიეცა და თავადაც განათლებული ქალი გამხდარიყო. ამიტომ საღამოს სკოლაში სიარული დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ სარას თმის ცვენა დაეწყო. ეს გამოწვეული იყო სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის კანის დაავადებებით, უხეში პროდუქტებით, არასწორი კვებითა და თმის დაბანის ნაკლებობით. სიტუაციის გასაუმჯობესებლად სარამ დაიწყო თმის მოვლის საშუალებებისასა და სახლის რეცეპტების ცდა. 1894 წელს სარა დაქორწინდა კაცზე სახელად ჯონ დეივისი, თუმცა ისინი დაახლოებით 9 წლის შემდეგ განქორწინდნენ. 1904 წელს იგი ანი თერნბოუ მალონმა აიყვანა საკომისიო აგენტად.
პროდუქტები, რომლებსაც იგი თავისი დამსაქმებლისთვის ყიდდა, განკუთვნილი იყო აფრო-ამერიკელთა თმის მოვლის ბაზრისთვის. Sarah Malone-თან მუშაობისას საკუთარი თმის მოვლის პროდუქტების შექმნა დაიწყო. შემდეგ 1905 წლის ივლისში იგი გადავიდა დენვერში, კოლორადოში. იმ დროს იგი 37 წლის იყო. დენვერში იგი კიდევ გარკვეული დროით საკომისიო აგენტად მუშაობდა, მაგრამ შემდეგ, როცა პარიკმახერად და კოსმეტიკული კრემების გამყიდველად დაიმკვიდრა თავი, ამ საქმეს თავი დაანება. მისი ყოფილი დამსაქმებელი მალოუნი სარას ადანაშაულებდა ფორმულის მოპარვაში, თუმცა ეს ნაზავი ასობით წელი არსებობს. 1906 წლის იანვარში სარა დაქორწინდა კაცზე, რომელსაც ჯერ კიდევ სენტ-ლუისში ცხოვრებისას იცნობდა. მისი ქმარი იყო გამყიდველი, სახელად ჩარლზ ჯოზეფ უოკერი. ამის შემდეგ სარა გახდა ცნობილი როგორც მადამ C. J. უოკერი. ცხვილი ბიზნესს ავითარებდა, ჩარლზი კი რეკლამას ხელმძღვანელობდა. ერთ-ერთი სტრატეგია, რომელსაც მადამ უოკერი იყენებდა, იყო კარდაკარ გაყიდვები. ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად, მან სხვა აფრო-ამერიკელ ქალებს ასწავლა, როგორ ეზრუნათ სწორად თავიანთ თმაზე. 1906 წელს მადამ უოკერის 21 წლის ქალიშვილი ალალია daughter, Alalia. დენვერში საფოსტო შეკვეთების ოპერაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამასობაში მისი დედა და მამინაცვალი სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მოგზაურობდნენ, სადაც უოკერის მეთოდის დემონსტრაციებს ატარებდნენ ბიზნესის გასაფართოებლად. უოკერის მეთოდი გულისხმობდა თავის კანის მომზადებას სპეციალური ლოსიონებით, როგორიცაა შამპუნი, მის მიერ სპეციალურად დამზადებული თმის მალამო, ასევე თმის დავარცხნას რკინის სავარცხლებით. ეს მეთოდი ხელს უწყობდა თმის ზრდას, აუმჯობესებდა თავის კანის მდგომარეობას და სუსტ თმას რბილსა და ძლიერს ხდიდა. მიუხედავად იმისა, რომ მადამ უოკერს რამდენიმე კონკურენტი ჰყავდა და ბაზარზე შესვლა რთული იყო, გაყიდვებისადმი მისმა პირადმა მიდგომამ ერთგული მომხმარებლები მოუპოვა. მისი გამყიდველები სილამაზის კონსულტანტებად ან უოკერის აგენტებად იწოდებოდნენ. ისინი წარმატებულად ყიდნენ პროდუქტებს ჯანმრთელობის, სისუფთავისა და სილამაზის მნიშვნელობის ხაზგასმით. მალე ისინი გაითქვეს სახელი შეერთებული შტატების მრავალ აფრო-ამერიკულ თემში. ბიზნესის გაფართოების შემდეგ 1908 წელს მადამ უოკერი და მისი ქმარი გადავიდნენ პიტსბურგში, პენსილვანიაში. იქ უოკერმა დაარსა ლელია კოლეჯი თმის მოვლის სპეციალისტების მოსამზადებლად. ასევე მან გახსნა სილამაზის სალონი, რითაც კიდევ უფრო გააფართოვა ბიზნესი. მადამ უოკერმა მოამზადა ლიცენზირებული გაყიდვების აგენტები და ასწავლა მათ უოკერის სისტემერის სისტემა. მისი თანამშრომლები იღებდნენ კარგ საკომისიოებს, რაც ამ ქალებს აძლევდა ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. მადამ უოკერის ქალიშვილი ალილია პიტსბურგში ყოველდღიურ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. 2 წლის შემდეგ მადამ უოკერმა გადაწყვიტა თავისი ახალი ოპერაციული ბაზა ინდიანაპოლისში დაეარსებინა. ბიზნესისთვის ახალი სათაო ოფისის შესაქმნელად მადამ უოკერმა შეიძინა ქარხანა, დააშენა მეტი თმის სალონი და სილამაზის სკოლა, რათა გაეფართოებინა თავისი ბიზნესი. მან საკუთარ თავსაც კი იყიდა ლამაზი ახალი სახლი. ამ დროისთვის მისი კომპანია უკიდურესად წარმატებული გახდა. Madam C.J. Walker Manufacturing Company იღებდა მოგებას, რომელიც დღევანდელი ფულით რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენდა. ასევე ამ პერიოდში ალილია მოიფიქრა ჭკვიანური იდეა ნიუ-იორკში ოფისისა და სილამაზის სალონის დაარსების შესახებ. მან დაინახა, როგორ იზრდებოდა ჰარლემის რაიონი და 3 წელიწადში ის აფრო-ამერიკული კულტურის აყვავებულ უბნად გადაიქცა. რადგან კომპანია მუდმივად ფართოვდებოდა, მადამ უოკერმა თანამშრომლების რაოდენობა გაზარდა, რათა ყველაფერს გასწდომოდა. მან მრავალი ქალი აიყვანა საკვანძო მენეჯერულ პოზიციებზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს იმ დროს იშვიათი იყო. გარდა ამისა, როდესაც მან ბიზნესი გააფართოვა, დაიწყო თავისი აზრის გამოთქმა. ის გახდა მნიშვნელოვანი ფილანთროპი და აქტივისტი, რომელიც ცდილობდა ქალებისა და აფრო-ამერიკელების ცხოვრების გაუმჯობესებას. 1912 წელს უოკერმა სიტყვით გამოსვლა NNBL-ის ყოველწლიურ შეკრებაზე განაცხადა: მე ვარ ქალი, რომელიც სამხრეთის ბამბის ველებიდან მოვედი. იქიდან მე გადამიყვანეს სარეცხ-თაშთან სამუშაოზე. იქიდან მე გადამიყვანეს სამზარეულოში სამუშაოზე და იქიდან მე თავად გადავედი თმის მოვლის საშუალებების წარმოების ბიზნესში. მე ავაშენე ჩემი საკუთარი ქარხანა ჩემსავე მიწაზე.
ერთი წლის შემდეგ მან დიდი თანხა შესწირა ინდიანაპოლისში YMCA-ს შენობის ასაშენებლად სახსრების მოსაგროვებლად. მან ასევე შექმნა საგანმანათლებლო სტიპენდიები, თანხა შესწირა მოხუცთა სახლებში, ასევე მრავალ სხვა ორგანიზაციას, როგორიცაა ფერადკანიანთა წინსვლის ეროვნული ასოციაცია და ლინჩის წინააღმდეგ ეროვნული კონფერენცია. 1911 წლიდან 1919 წლამდე ბიზნესი აყვავდა. Walker-ის კომპანიაში ათასობით ადამიანი მუშაობდა, რომელთაგან ბევრი ქალი იყო. მოგების ზრდასთან ერთად 1913 წელს მადამ Walker-მა და მისმა ქმარმა ჩარლზმა განქორწინდნენ. ამ პერიოდში მან კარიბის ზღვის რეგიონსა და ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში იმოგზაურა, რათა თავისი ბიზნესი გაეპიარებინა. მოგზაურობისას მან ახალი სილამაზის კონსულტანტები მოიზიდა და Walker-ის მეთოდი ასწავლა. 1916 წელს ის თავისი სარეკლამო კამპანიიდან დაბრუნდა. ის კვლავ გადავიდა საცხოვრებლად, ინდიანაპოლისში. საქმიანობა თავის მენეჯერს დაუდოვა, რათა ჰარლემში ახალ თაუნჰაუსში გადასულიყო. იქიდან მადამ Walker-ი აკონტროლებდა, რომ ბიზნესი კარგად მუშაობდა. 1917 წლისთვის მის კომპანიას თითქმის 20,000 ქალი ყავდა გადამზადებული. მისი თანამშრომლები აცვიათ გამორჩეული უნიფორმა, რომელიც შედგებოდა თეთრი პერანგებისა და შავი ქვედაბოლოებისგან. იმისათვის, რომ თავისი პროდუქცია ეფექტურად გაეყიდა, მის საკომისიო აგენტებს ამერიკის მასშტაბით სახლებში სტუმრობა და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება უწევდათ. ამ ყველაფერს ემატებოდა Walker-ის მიერ განხორციელებული მასიური რეკლამა, მაგალითად აფრო-ამერიკულ გაზეთებსა და ჟურნალებში, რის შედეგადაც მისი პროდუქცია მასობრივად იხიდებოდა. თუმცა Walker-ი მხოლოდ საკუთარი თავისთვის ფულის შეუნაზე არ ფიქრობდა. ის საზოგადოებასაც ეხმარებოდა, ასწავლიდა სხვა აფრო-ამერიკელებს აუცილებელ უნარებს, როგორიცაა ბიუჯეტირება, ბიზნესის დაწყება და ყველას მოუწოდებდა ფინანსური დამოუკიდებლობისკენ. 1917 წელს მან დაარსა მადამ C.J. Walker-ის აგენტების სილამაზის სპეციალისტთა ეროვნული საქველმოქმედო ასოციაცია. იმ წელს ასოციაციამ გამართა კონფერენცია, სადაც ქალებმა ბიზნესსა და ვაჭრობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, პრიზები გადაეცათ მათ, ვისაც კომპანიაში საუკეთესო გაფიდვების მაჩვენებლები ჰქონდა, ასევე მათ, ვინც ადგილობრივ ქველმოქმედებაში დიდი წვლილი შეიტანა. 1918 წლის მაისში Walker-ი გადავიდა თავის ახალ სახლში, რომელსაც Villa Livara ეწოდებოდა. მისი იტალიური სტილის სასახლის აშენება მას $250,000 დაუჯდა და იგი შეიქმნა გამოცდილი აფრო-ამერიკელი არქიტექტორის ვერტნა თანდის მიერ. სახლი მდებარეობს Irvington-on-Hudsonში, ნიუ-იორკში. ნიუ-იორკში ყოფნისას Walker-ი კითხულობდა ლექციებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, რომლებიც არსებობდა აშშ-ში. მისი ცხოვრების განმავლობაში იგი იბრძოდა აფრო-ამერიკელების უფლებებისთვის. პირველი მსოფლიო ომის დროს მან ხარი დაუჭირა შავკანიანი არმიის ოფიცრებისთვის სასწავლო ბანაკის შექმნას. ის ასევე შეუერთდა ფერადკანიანთა პროგრესის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ კომიტეტს და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მდუმარე პროტესტის მსვლელობის ორგანიზებაში, რომელსაც დაახლოებით 10,000 აფრო-ამერიკელი ესწრებოდა, რათა გაეპროტესტებინათ ლინჩის წესით დასჯა და ძალადობა, რომელსაც აფრო-ამერიკელები აცდებოდნენ. გარდა ამისა, Walker-მა $5,000, რაც დღეს დაახლოებით 70-დან $75,000-მდეა, შესწირა ფერადკანიანთა პროგრესის ეროვნული ასოციაციის ანტი-ლინჩის ფონდს. Sarah Walker-ი გარდაიცვალა თავის სასახლეში 1919 წლის 25 მაისს, თირკმლის უკმარისობისა და ჰიპერტენზიის გამო, მხოლოდ 51 წლის ასაკში. სამგლოვიარო ცერემონია მის სახლში, Villa Livara-ში გაიმართა, ხოლო მოგვიანებით იგი udagdzales Woodlawn-ის სასაფლაოზე, ბრონქსში, ნიუ-იორკში. როცა ის გარდაიცვალა, Walker-ი იყო ყველაზე მდიდარი აფრო-ამერიკელი ქალი შეერთებულ შტატებში. ის მხოლოდ ცოტა ხნის წინ გახდა მილიონერი, რადგან 2 წლით ადრე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ იყო მილიონერი, მაგრამ იმედოვნებდა, რომ მალე გახდებოდა, რათა ეს ფული სხვების საკეთილდღეოდ გამოეკენებინა. მისი ქონება შეფასებული იყო $900,000-სა და $1,000,000 შორის. მის ანდერძში მან თავისი ქონების 1/3 ქალიშვილს დაუდოვა. ამასობაში დანარჩენი სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს გადაეცა. მისი ქალიშვილი ალალია Walker-ი გახდა მადამ C.J. Walker-ის საწარმოო კომპანიის პრეზიდენტი და ჰარლემის რენესანსის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ინდიანაპოლისში მდებარე მადამ უოკერის თეატრის ცენტრის მშენებლობა უოკერის გარდაცვალებამდე დაიწყო. ის საბოლოოდ გაიხსნა 1927 წელს. 10 წლეულების განმავლობაში ის აფროამერიკელებისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი იყო. თეატრი, ისევე როგორც მისი სასახლე ვილა ლივარა, მოგვიანებით შეტანილ იქნა ისტორიულ ადგილთა ეროვნულ რეესტრში. და ბოლოს 1991 წელს მადამ C.J. უოკერის საწარმოო კომპანიამ შეწყვიტა საქმიანობა. შავი მემკვიდრეობის სერიის ფარგლებში აშაშეკუს საფოსტო სამსახურმა 1998 წელს გამოსცა უოკერის მარკა. უოკერის მემკვიდრეობის პატივსაცემად Sunday Sundial Brands-მა და Sephora-მს ამოიწყეს კოსმეტიკური ხაზი, სახელად მადამ C.J. უოკერის სილამაზის კულტურა. შემდეგ გადავდივართ 1870-იანი წლების ილინოისში. ქალი, რომელიც დღეს ანი მელოუნის სახელით არის ცნობილი, დაბადებისას მას ანი მინერვა ტერნბოუ ერქვა და ის დაიბადა პატარა ქალაქ მეტროპოლისში, ილინოისის შტატში, 1867 წლის 9 აგვისტოს. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი წყარო არასწორად მიუთითებს მის დაბადების წლად 1879-ს. მისი მამა იყო რობერტ ტერნბოუ, ხოლო დედა იზაბელა კუკი, რომლებიც ორივე ადრე მონობაში იყვნენ კენტუკის შტატში. როდესაც ამერიკის სამოქალაქო ომი დაიწყო 1861 წელს, წყვილი ჩრდილოეთით ილინოისში გაიქცა, ხოლო რობერტი საბოლოოდ შეუერთდა კავშირის არმიას, როგორც კენტუკის პირველი კავალერიის წევრი. ენი იყო მე-11 შვილიდან, მაგრამ სამწუხაროდ მისი მშობლები გარდაიცვალნენ, როცა ის ჯერ კიდევ პატარა იყო, რის გამოც ის და მისი და-ძმები ობლებად დარჩნენ. შემდგომ პერიოდში ენემ მიიღო გარკვეული ფორმალური განათლება, გამოავლინა ინტერესი მეცნიერებების მიმართ, განსაკუთრებით ქიმიისადმი. თუმცა ეს ყველაფერი მისმა მდგომარეობამ და ხშირი ავადმყოფობამ შეაფერხა. საბოლოოდ თინეიჯერობის ასაკში 1890-იანი წლების დასაწყისში ენი გადავიდა პეორიაში, რომელიც იყო მზარდი საშუალო ზომის ქალაქი ილინოისში, სადაც მისი უფროსი და ლორა რობერტსი ცხოვრობდა. იქ ენი პირველად იმუშავა თმის სტილისტად და დაიწყო ინტერესი სილამაზის პროდუქტებისა და თმის მოვლის მიმართ. იმ პერიოდში, როდესაც ახალი ქიმიური ნივთიერებებისა და პროდუქტების ხელმისაწვდომობა ცვლიდა ადამიანების შესაძლებლობებს თმის სტილის შექმნაში. 1900-იანი წლების დასაწყისისთვის, როდესაც ენი 25 წლამდე მიდიოდა, მას უკვე საკმარისი ცოდნა ჰქონდა თმის მოვლის ინდუსტრიაში, რომ საკუთარი პატარა ბიზნესი დაეარსებინა. ეს ბიზნესი მდებარეობდა ლავჯოიში, ილინოისის შტატში, სადაც ენი 1890-იანი წლების ბოლოს გადავიდა საცხოვრებლად. აქ ენიმ დაიწყო თმის სეთების, თმის გასასწორებლების და სხვა მრავალი პროდუქტის გაყიდვა, რომლებიც თმის ზრდის სტიმულირებას ან ალოპეციის განკურნებას პირდებოდა მომხმარებელს. ენის მცირე ბიზნესის წამოწყება წარმატებული აღმოჩნდა იმ დროის სოციალური გარემოებების ცვლილებების გამო. მე-20 საუკუნის დასაწყისი იყო პერიოდი, როდესაც შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ შტატებში, როგორიცაა ილინოისი, სადაც სეგრეგაცია და ჯიმ კროუს კანონები არ მოქმედებდა, აფროამერიკელთა საშუალო ფენა სწრაფად იზრდებოდა. ამ გარემოში ბევრი აფროამერიკელი ქალი ცდილობდა თმის მოვლას გარკვეული სტილით, რათა გაესვა ხაზი საკუთარ სოციალურ მისწრაფებებსა და საზოგადოებაში სტატუსს. ამიტომ არსებობდა შესაძლებლობა ისეთი მეწარმეებისთვის, როგორიც იყო Turnbow, რომ კარგი შემოსავალი მიეღოთ აფროამერიკელი ქალებისთვის განკუთვნილი თმის მოვლისა და სილამაზის პროდუქტების გაყიდვით. მიუხედავად იმისა, რომ ანი Turnbow საქმე კარგად მისდიოდა ილინოისში, მე-20 საუკუნის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როცა 1902 წელს გადავიდა სენტ-ლუისში, დაიწყო მისი დიდი წარმატება ბიზნესში. თის ქალაქის მოსახლეობა მე-19 საუკუნის შუა პერიოდში მხოლოდ 100,000 იყო, ხოლო 1910 წლისთვის თითქმის 700,000-მდე გაიზარდა. მათგან ბევრი აფროამერიკელი იყო, რომლებიც დიდი მიგრაციის ფარგლებში ჩრდილოეთისკენ მიემართებოდნენ სეგრეგირებული სამხრეთიდან. ამიტომ აქ უზარმაზარი ბაზარი იყო დასაპყრობი. იქ მან გახსნა მაღაზია Market Street-ზე და დაიწყო თავისი პროდუქციისა და მომსახურების რეკლამირება, ის რეკლამირება შავკანიანთა უბნებსა და გაზეთებში. მან ასევე შეძლო გაფართოება თეთრკანიანთა უბნებში თეთრკანიანი გამყიდველების დასაქმებით. ენის ბიზნესი აყვავდა კონკრეტული პროდუქტის წყალობით, რომელიც მან თავად შეიმუშავა და რომელიც კარგად ასწორებდა აფროამერიკელთა ხუჭუჭა თმას. მისი პროდუქტი განსხვავებით იმ დროის სხვა პროდუქტებისგან, როგორც ჩანს, არ აზიანებდა თმას ან თავის განძს და ძალიან მოეწონა მის მომხმარებლებს. უფრო მეტიც, ის არ ეყრდნობოდა პროდუქტის გაყიდვებს სალონში ან პარიკმახერებში. არამედ კარდაკარ დადიოდა აფროამერიკელთა უბნებში და ასე ყიდდა თავის პროდუქტს. მალე მისი ბიზნესი იმდენად წარმატებული გახდა, რომ მან მზარდი გაყიდვების გუნდში სხვა ადამიანების დასაქმებაც დაიწყო. 1910-იან წლებში ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მეწარმე იყო ამერიკის შუა დასავლეთში. იმ დროს, როდესაც აფროამერიკელთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ენი მალოუნი 1910-იან წლებში უკვე ძალიან წარმატებული ქალი იყო და საკმარის ფულს გამოიმუშავებდა კარგად ცხოვრებისათვის, მას კიდევ უფრო მეტად სურდა გაფართოება. ამ მიზნით 1917 წელს მან დააარსა პოროს კოლეჯი სენტ-ლუისში, კოსმეტოლოგიის სკოლა, როგორც მისი სილამაზის ბიზნესის გაგრძელება და როგორც საშუალება, რომ ხელი შეეცვა აფრო-ამერიკელი ქალების გაძლიერებისთვის. პოროს კოლეჯის კომპლექსი სენტ-ლუისში საკმაოდ მასშტაბური იყო და მოიცავდა მალოუნის ბიზნეს ოფისებს, მისი პროდუქციის საწარმოო ოპერაციას, საკლასო ოთახებს, თანამშრომელთა სასწავლო ცენტრებს, ლაბორატორიებს, აუდიტორიასა და საკონფერენციო ცენტრს. საერთო საცხოვრებლები, სტუმრების ოთახები, საწყობი და გადაზიდვის ცენტრი. შესაბამისად ის გახდა მალოუნის თმის მოვლისა და სილამაზის პროდუქტების წარმოებისა და გადაზიდვის მთავარი ცენტრი, ასევე ადგილი, სადაც ქალები მოდიოდნენ, რათა გაევლოთ ტრენინგი მალოუნის მიერ შემოთავაზებულ კოსმეტიკასა და თმის მოვლის მეთოდებში. ეს იყო ფრანჩაიზინგის ბიზნესი, სადაც აფრო-ამერიკელი ქალები მოდიოდნენ პორო კოლეჯში ტრენინგის გასავლელად, სანამ ქვეყნის სხვა ნაწილებში გაემგზავრებოდნენ საკუთარი პორო კოლეჯის ფილიალების დასაწყებად. მალოუნი ბევრად უსწრებდა თავის დროს პორო კოლეჯის საზოგადოებაში ინტეგრირებით და მის გადაქცევით ისეთ ადგილად, სადაც თანამშრომლებს საუკეთესო სერვისები ჰქონდათ ხელმისაწვდომი. გარდა იმისა, რომ კოლეჯი საზოგადოებისთვის დახმარების ცენტრი იყო, მას ასევე ჰქონდა მოსაწევი ოთახი. სასადილო ოთახები, საცხობი, სამედიცინო ცენტრი, სამრეცხაო მომსახურება, ადგილზე მყოფი მკერავი და კიდევ ნატინის ბარი, სპორტული დარბაზი და სახურავის ბაღი. ეს იყო იმ ტიპის კამპუსების წინამორბედი, როგორცაც მრავალი ათეული წლის შემდეგ Apple და Google ააშენებდნენ კალიფორნიაში. პორო კოლეჯი უზომოდ წარმატებული იყო, როგორც ბიზნეს ფრანჩაიზი. 1920-იანი წლების განმავლობაში მან 10,000-ობით ახალგაზრდა ქალი მოამზადა კოსმეტიკისა და თმის მოვლის საფუძვლებში, რომლებიც შემდეგ საკუთარ ქალაქებსა და პატარა ქალაქებში ბრუნდებოდნენ, როგორც ბრენდის ელჩები და ხშირად წლების განმავლობაში მალონის სილამაზისა და თმის მოვლის პროდუქტებს ინახავდნენ თავიანთ სალონებში. სულ შეფასებით პორო კოლეჯმა 70,000-ზე მეტი ქალი მოამზადა 1910-იანი წლების ბოლოსა და 1940-იანი წლების დასაწყის შორის, ხოლო პიკზე 1920-იანი წლების შუა პერიოდში კოლეჯში სენტ-ლუისში ადგილზე დაახლოებით 170 ადამიანი მუშაობდა. ბოლოს და ბოლოს პოროს ფრანჩაიზული ფილიალები მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში და ისეთ შორეულ ადგილებშიც კი, როგორიცაა კარიბის ზღვაუზივის აუზი, სამხრეთ ამერიკა, ფილიპინები და აფრიკის ზოგიერთი ნაწილი გავრცელდა. იმ დროისთვის ენი უკვე საკუთარი ძალებით გამდიდრებული მილიონერი იყო. მხოლოდ 1926 წელს მან გადაიხადა $40,000 გადასახადებში, რაც დღევანდელი ფულით დაახლოებით $3/4 მილიონ შეადგენს. უზარმაზარი თანხა, რაც იმ დროისთვის მისი ბიზნეს იმპერიის მასშტაბებზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ ენი როგორც წესი მოგრძალებულად ცხოვრობდა, მან მაინც გაიმეტა ფული ერთ კონკრეტულ სტატუსის სიმბოლოზე და როგორც ამბობენ, მისურიში პირველი ქალი გახდა, ვისაც Rolls-Royce ჰქონდა. მან ეს სიმდიდრე ასევე გაავრცელა პოროს კოლეჯის მეშვეობით, ისეთი გზებით, რომლებიც ბიზნესის წახალისებას უწყობდა ხელს. მაგალითად, ქალებს, რომლებიც 5 წლის განმავლობაში პოროს ბიზნესის აგენტებად მუშაობდნენ, ამ იუბილეზე ძვირადღირებულ სამსახურებრივ ბეჭედს აძლევდნენ, რათა მათი ერთგულება პოროს მიმართ აღენიშნათ. ენი მალოუნი დღეს ცნობილია როგორც ორი აფრო-ამერიკელი ქალიდან ერთ-ერთი, რომლებმაც ერთდროულად შეძლეს გამხდარიყვნენ საკუთარი ძალებით გამდიდრებული მილიონერები, იმ პერიოდში თმის მოვლისა და სილამაზის პროდუქტების გაყიდვით. მეორე იყო მადამ C.J. Walker-ი და მათი ორი ისტორია მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული. მათი ცხოვრების გზები ბევრ მნიშვნელოვან ასპექტში ერთმანეთს ემთხვეოდა. მადამ C.J. Walker-ი იყო ენი მალოუნის თანამედროვე, რომელსაც დაბადებისას Sarah Bridlow ერქვა ლუიზიანაში 1867 წელს. ენის მსგავსად ისიც გათავისუფლებული მონების ოჯახში დაიბადა და პატარა ასაკში დაობლდა. ახალგაზრდა ასაკში ისიც გადავიდა სენტ-ლუისში, სადაც 1904 წელს დაიწყო მუშაობა ენი მალოუნთან. მან ამ პოზიციაზე მუშაობა 1 წელზე მეტხანს გააგრძელა, სანამ თავის ქალიშვილთან და ახალ მეუღლესთან, ჩარლზ უოკერთან ერთად, დენვერში, კოლორადოში გაემგზავრებოდა. კოლორადოში უოკერმა საკუთარი თმის მოვლის ბიზნესი წამოიწყო, პროდუქტის გამოყენებით, რომელიც ძალიან გავდა იმას, რასაც ენი სენტ-ლუისში ყიდდა. ეს იყო ნაზავი, ვაზელინის, გოგირდის და სხვა ინგრედიენტების, რომელიც ძალიან ხუჭუჭა თმის გასასწორებლად გამოიყენებოდა. მადამ C.J. Walker-ის კომპანიამ, რომელიც მან დააარსა, დიდი წარმატება მოიპოვა და მისი ბიზნეს მოდელი ბევრ შემთხვევაში ენი მალოუნის სენტ-ლუისში არსებულ მოდელს ჰგავდა. არასაკვირად, ენი მალევე დაადანაშაულა თავისი ყოფილი თანამშრომელი იდეებისა და ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაში, მაგრამ ეს ბრალდება არ დადასტურდა და უოკერის ბიზნესი კვლავ წარმატებით განვითარდა. 1910-იან და 1920-იან წლებში ორივე კომპანია მრავალმილიონიანი ბიზნესი გახდა, მაგრამ მადამ C.J. Walker-ის კომპანია უფრო წარმატებული აღმოჩნდა და დღესაც უფრო მეტად ახსოვთ.
სინამდვილეში ვოკერი უარს ამბობდა ევიარებინა ენი მალოუნის გავლენა მის ბიზნესსა და ცხოვრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მალოუნმა ასწავლა მას და ჩაუყარა საფუძველი ამ ინდუსტრიას. თქვენ შეიძლება გაინტერესებდეთ, რატომ არის ენი თერნბოუ უფრო ფართოდ ცნობილი როგორც ენი მალოუნი. როგორც ალბათ გამოიცანით, ეს მისი ქორწინების გამო მოხდა. ენი პირველად დაქორწინდა ნელსონ პოუპზე 1902 წლის 25 ივნისს. მალევე მას შემდეგ, რაც სენტ-ლუისში გადავიდა. ამ ქორწინების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ ის წარუმატებელი აღმოჩნდა და წყვილი 1907 წელს განქორწინდა. შემდეგ ის რამდენიმე წლის განმავლობაში თავის ძმასთან, უილიამთან ერთად ცხოვრობდა ფაინ სტრიტზე, სენტ-ლუისში. ენი მალონის გვარი 1914 წელს მიიღო, როდესაც იმ გაზაფხულს დაქორწინდა არონ მალონზე, რომელიც ადრე მასწავლებელი იყო, მაგრამ შემდეგ კარიერა შეიცვალა და რელიგიური წიგნების კარდაკარ გამყიდველი გახდა. ეს მეორე ქორწინება თავდაპირველად ბედნიერი იყო და შემდეგ წლებში აარონიც ჩაერთო ენი მალონის ბიზნესში. 1910-იანი წლების ბოლოსთვის კი მის თმის ტონიკს აწარმოებდა. მაგრამ საქმეები 1920-იან წლებში გაფუჭდა. ალბათ იმიტომ, რომ ენი დიდ დროს ატარებდა მოგზაურობაში, რადგან მისი ბიზნეს იმპერია იზრდებოდა. 1927 წელს აარონმა განქორწინება მოითხოვა და შეთანხმების ფარგლებში მისი ბიზნესის ნახევარი მოითხოვა. ამტკიცებდა, რომ მის შექმნაში მონაწილეობა მიუღია. ამ საქმემ დიდი მედიის ყურადღება მიიპყრო სენტ-ლუისში და მის ფარგლებს გარეთაც, ხოლო ენიმ საბოლოოდ დათანხმდა $200,000 გადახდას, რაც იმ დროისთვის დიდი ქონება იყო, თუმცა ამან მას საშუალება მისცა კომპანიაზე კონტროლი შეენარჩუნებინა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახური ცხოვრება რთული იყო, ენიმ თავისი ქონება 1920-იან და 1930-იან წლებში მრავალ საქველმოქმედო საქმიანობაში დააბანდა, რითაც შინაური არეულობა ნაწილობრივ აინაზღაურა. მაგალითად, მან დიდი თანხა შესწირა ჰოვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯს, რომელიც ვაშინგტონში მდებარე ისტორიულად აფრო-ამერიკული კვლევითი დაწესებულებაა. ბევრი წლის შემდეგ კოლეჯმა მადლიერების ნიშნად მას საპატიო ხარისხი მიანიჭა. თუმცა მისი ყველაზე მასშტაბური ქველმოქმედება, რომელიც აშკარად გულთან ახლოს ჰქონდა, მისი ბავშვობიდან გამომდინარე, იყო სენტ-ლუისის აფრო-ამერიკული ობოლთა სახლის მხარდაჭერა. მან ამ დაწესებულებას 1920-იან და 1930-იან წლებში თანამედროვე მნიშვნელობით მილიონობით დოლარის ეკვივალენტი შესწირა და ამ პერიოდის დიდი ნაწილი დირექტორთა საბჭოში მსახურობდა. 1927 წელს განქორწინების შემდეგ ენიმ დაიწყო თავისი ბიზნესის ჩიკაგოში გადატანა და საბოლოოდ 1930-იან წლებში თავადაც იქ გადავიდა. იმ დროისთვის მისი სიმდიდრე იმდენად დიდი იყო, რომ მან მთელი ქალაქის კვარტლის უძრავი ქონების შეძენა შეძლო. მაგრამ შემდეგ უფრო მძიმე დრო დადგა. მიუხედავად იმისა, რომ პოროს კოლეჯმა გადალახა უოლ-სტრიტის კრახი და დიდი დეპრესია, 1930-იანი წლების უმეტეს ნაწილში მისი ბიზნესი მაინც მნიშვნელოვნად შემცირდა. და ეს მრავალ სარჩელთან ერთად, რომლებსაც ენი უნდა გამკლავებოდა, რადგან სხვადასხვა პირი ცდილობდა მისი ქონების ნაწილის მოპოვებას, უზრუნველყოფდა იმას, რომ 1930-იანი წლების შუა პერიოდში მას უკვე ნაღდი ფული აკლდა. მან გაყიდა თავისი ქონების ნაწილი სენტ-ლუისში, რათა ეს დაეფარა და შეძლო დარჩენილიყო ფეხზე. 1939 წელს სენტ-ლუისში მესამე და მეცხრე ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ორიგინალი პოროს კოლეჯის შენობა სიმბოლურად გახდა მისურის პირველი აფრო-ამერიკული იურიდიული სკოლის ადგილი. იმ დროისთვის ენი მნიშვნელოვნად ამცირებდა თავის მონაწილეობას ბიზნესში, რომელიც ყოველთვის ფრანჩაიზად ფუნქციონირებდა და 1930-იანი წლების ბოლოსა და 1940-იან წლებში მის გარეშე ახალ სიცოცხლეს იძენდა. ენი თავის ბოლო წლები ჩიკაგოში, საუთ პარკვეიზე გაატარა. 1957 წლის გვიან გაზაფხულზე მან იქ ინსულტი მიიღო და მალევე გარდაიცვალა ქალაქის პროვიდენტის საავადმყოფოში, 79 წლის ასაკში. დღეს მისი როლი, როგორც ერთ-ერთი პირველი საკუთარი ძალებით გამდიდრებული მილიონერისა და დიდი აფრო-ამერიკელი ქველმოქმედის, აღბეჭდილია მრავალ წიგნში, ტელეგადაცემაში და ყოველწლიურ პარადში სენტ-ლუისში, რომელიც პატივს მიაგებს მის ქველმოქმედებას ქალაქის ბავშვთა სახლებისა და ბავშვთა დაწესებულებების მიმართ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ის წარმოდგენილია 2020 წლის Netflix-ის სერიალში Self-Made, რომელიც დაფუძნებულია Madam C.J. Walker-ის ცხოვრებაზე. თუმცა ამან გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მალოუნი, რომელსაც ყველა ადამიანის მეგობრად მოიხსენიებენ, აქ ბოროტ მოქმედად არის წარმოჩენილი. ჩვენი ბოლო ამბისთვის დავბრუნდებით მე-19 საუკუნის ბოლოს მისისიპიში. ქალი, რომელიც ისტორიაში ალილია უოკერის სახელით არის ცნობილი, დაბადებისას ლილია მაკვილიმსი ერქვა. 1885 წლის 6 ივნისს მისისიპის ქალაქ ვიქსბურგში. ნილიას დედა იყო სარა ბრიდლოვი, ქალი, რომელიც 1867 წელს ლუიზიანას სოფელში უკიდურეს სირარიბეში დაიბადა. ის იყო თავისი ოჯახის პირველი წევრი, რომელიც თავისუფალი დაიბადა, ხოლო მისი მშობლები და უფროსი და ძმები მონობაში იყვნენ ამერიკის სამოქალაქო ომამდე და ემანციპაციის აქტამდე.
7 წლის ასაკში ობლად დარჩენილი სარა გადავიდა ვიქსბურგში, მისისიპიში, სადაც დაიწყო მუშაობა შინა მოსამსახურად. აქ მან იქორწინა მოსეს მაკვილიმსზე, როდესაც მხოლოდ 14 წლის იყო და 3 წლის შემდეგ მათი ქორწინებიდან შეეძინათ ერთადერთი შვილი, ლილია. ლილიას მამაზე მოსესზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი და არც კი არის ზუსტად ცნობილი რაბილი რამდენი წლის იყო ის, როცა სარაზე იქორწინა. როგორც არ უნდა იყოს, ის ლილიას ცხოვრებაში დიდად არ მონაწილეობდა, რადგან 1887 წელს გარდაიცვალა, როცა ლილია მხოლოდ 2 წლის იყო. მოგვიანებით ლილიას ორი სხვადასხვა მამინაცვალი ეყოლებოდა. კაცი სახელად ჯონ დევისი, რომელზეც მისი დედა 1894 წელს დაქორწინდა და ქორწინებაში იყვნენ 1903 წელს განქორწილებამდე და ჩარლზ ჯოზეფ უოკერი, გაზეთის სარეკლამო აგენტი, რომელზეც სარა 1906 წელს დაქორწინდა. ლილიას ცხოვრების ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული მისი დედის, როგორც ბიზნესუმენის, აღზევებასთან. ლილიას მამის გარდაცვალების შემდეგ ის და დედამისი გადავიდნენ მისურის შტატის სენტ-ლუისში, სადაც ლილიას ბიძები რამდენიმე წლით ადრე დასახლებულიყვნენ. სწორედ აქ დაიწყო სარამ თმის მოვლის შესწავლა 1890-იან წლებში, ნაწილობრივ შთაგონებული საკუთარი ქერდლისა და თავის კანის პრობლემებით. შემდეგ, როდესაც 1904 წელს სენტ-ლუისში მსოფლიო გამოფენა ჩატარდა, სარა ანიმალოუნმა, აფროამერიკელმა თმის მოვლის მეწარმემ, რომელიც გამოფენაზე სტენდით იყო წარმოდგენილი, გაყიდვების აგენტად დაიქირავა. ეს გამოცდილება საკმარისი აღმოჩნდა სარასთვის, რომ დამოუკიდებლად დაეწყო საქმიანობა და თმის მოვლის კომპანია დაიარსებინა. მალე, როდესაც სარა თავის მესამე ქმარს, ჩარლზ ჯოზეფ უოკერს დაქორწინდა, მან მისი ინიციალები აიღო და თავი Madam C.J. უოკერად მოიხსენია, ხოლო თავის ბიზნესს Madam C.J. უოკერის კომპანია დაარქვა. Madam C.J. უოკერის კომპანია მალე მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. სარა და მისი ქმარი ჩარლზი სამხრეთის ბევრ შტატში მოგზაურობდნენ და ბიზნესს ავითარებდნენ, ხოლო ლილია, რომელმაც გარკვეული დრო თენესის შტატში, ნოქსვილის კოლეჯში სწავლას დაუთმო მე-20 საუკუნის შუა წლებში. დანიშნეს საფოსტო შეკვეთების განყოფილების ხელმძღვანელად, რომელიც დენვერში, კოლორადოში დაარსდა, სტრატეგიულად განთავსებული აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს შორის. ასევე ამ პერიოდში ლილიამ დაიწყო თავის მოხსენიება როგორც ელილია უოკერი. აიღო თავისი მეორე მამინაცვლის გვარი და ლილიამდე დაამატა ასო ა, რათა თავისი ქრისტიანული სახელი ცოტათი გაემხიარულებინა. 1910-იანი წლების დასაწყისისთვის Madam C.J. უოკერის კომპანია აყვავდა. სარას ბიზნეს მოდელი მოიცავდა ახალგაზრდა აფროამერიკელი ქალების რეგიონულ გამყიდველებად მომზადებას, რომლებიც ყიდნენ სხვადასხვა პროდუქტს, რომელსაც კომპანია აწარმოებდა, მათ შორის საკუთარ რეცეპტსაც. თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნები, სავარცხლები და პომადა ანუ ცვილი, რომელიც რეკლამირდებოდა როგორც თმის ზრდის სტიმულატორი. 1910-იანი წლების შუა პერიოდში კომპანიაში 1000-ობით გამყიდველი ქალი მუშაობდა ქვეყნის მასშტაბით და სარა გახდა საკუგახთა კუთარი ძალებით გამდიდრებული მილიონერი. სავარაუდოდ პირველი ქალი მილიონერი ამერიკის ისტორიაში, რომელმაც ეს წარმატება საკუთარი ძალებით მიაღწია. ელილია წლების განმავლობაში დედის ბიზნესში მონაწილეობდა. მას შემდეგ, რაც დენვერში საფოსტო შეკვეთების ცენტრი დაარსა, ელილია შემდეგ პიტსბურგში გადავიდა, რათა იქ ოფისის დაარსებას ზედამხედველობა გაეწია. შემდეგ 1910-იან წლებში ელილია ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე კომპანიის გაყიდვებზე პასუხისმგებელი გახდა. ნიუ-იორკის ჰარლემში დასავლეთ 126 ქუჩაზე 2 ხუთსართულიანი შენობა შეიძინეს და ერთ სივრცედ გადააკეთეს, რომელიც კომპანიის სათაო ოფისი გახდა ქალაქში. პირველი სართული უოკერის კომპანიის თმის სალონად გამოიყენებოდა. მეორე სართულზე განთავსებული იყო ეგრეთ წოდებული ლილია სილამაზის კულტურის კოლეჯი, სადაც უოკერის კომპანიის გამყიდველებსა და სტილისტებს ამზადებდნენ, ხოლო მესამე სართულიდან მეხუთე სართულამდე ლილიას საცხოვრებელი და პირადი სივრცე იყო, სტუმრების მისაღებად. ლილიას დედა გარდაიცვალა 1919 წლის 25 მაისს თირკმლის უკმარისობით, მხოლოდ 51 წლის ასაკში. დედის გარდაცვალების შემდეგ ლილია გახდა Madam C.J. უოკერის კომპანიის პრეზიდენტი და ასევე დამოუკიდებლად მილიონერი. მისი ქონება დღევანდელი ფულით $20 მილიონ მეტს შეადგენდა და ლილია სურდა ეს თანხა სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ წამოწყებებში დაეხარჯა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის ბოლომდე რჩებოდა უოკერის კომპანიის პრეზიდენტად და აგრძელებდა ბრენდის სახით ყოფნას, 1920-იანი წლების დასაწყისში კომპანიის ყოველდღიურ მართვაში უშუალოდ არ მონაწილეობდა. ამის ნაცვლად მართვა გადაეცა გუნდს, რომელიც კომპანიას ხელმძღვანელობდა ინდიანაპოლისის ქალაქში მდებარე ცენტრალური ოფისიდან, სადაც კომპანიის მთავარი სადისტრიბუციო ცენტრი 1917 წელს აშენდა და გაიხსნა.
ნიუ-იორკში გადასვლისა და დედის გარდაცვალების შემდეგ ლილია ჩაერთო იმ საქმიანობაში, რისთვისაც ყველაზე მეტად დაფასდა. ეს იყო მისი როლი ჰარლემის რენესანსის მფარველად და მონაწილედ. ჰარლემი და ზედა მანჰეტენი თავდაპირველად ნიდერლანდების ჰარლემის სახელობის ჰოლანდიური დასახლების ცენტრი იყო ნიუ-იორკში. თუმცა მე-19 საუკუნის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის დიდი მიგრაციის პერიოდში, ის გადაიქცა ძირითადად აფროამერიკელთა უბნად. როდესაც მილიონობით შავკანიანი ამერიკელი ტოვებდა სამხრეთი შტატების სოფლის თემებს და მიემართებოდა ქალაქებისკენ, 1920-იანი წლების დასაწყისისთვის ჰარლემი აყვავებული საზოგადოება იყო, რომელსაც აფროამერიკელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ამაგრებდა და ახალი ფული შემოდიოდა. 1920-იანი წლების ეკონომიკური ბუმის, ეგრეთ წოდებულ მღელვარე ოციანების ფონზე. სწორედ ამ გარემოებებმა უბიძგა Walker CJ კომპანიას, რომ 1910-იანი წლების ბოლოს ნიუ-იორკში ოფისები აქ გაეხსნა. 1920-იან წლებში ამ უბანში აფროამერიკული მწერლობის, პოეზიის, მუსიკის, ხელოვნებისა და მოდის კულტურული და სოციალური აღორძინება მოხდა. ამ პერიოდს შემდგომში ჰარლემის რენესანსი ეწოდა. ლილია თავად მნიშვნელოვანი მწერალი ან ხელოვანი არ ყოფილა, მაგრამ 1920-იან წლებში თავისი დიდი ქონება გამოიყენა, რომ მრავალი მოღვაწისთვის მფარველობა გაეწია. მათ შორის იყვნენ ჯონ როზამონდ ჯონსონი, კომპოზიტორი და მომღერალი, რომელმაც 1920-იან წლებში ეროვნული ყურადღება მიიპყრო. პოეტები ლენგსტონ ჰიუზი და კაუნთესი. ის მფარველობდა კაბარესა და ვოდებილის შემსრულებლებსა და კომიკოსებს, ბერტ უილიამს და ფლორენს მილს. მან თავისი ჰარლემის უზარმაზარი სასახლის ნაწილი ლიტერატურულ სალონად გადააქცია, სადაც იმართებოდა შეხვედრები და წვეულებები, სადაც ეს პიროვნებები ურთიერთობდნენ და აზრებს ცვლიდნენ თავიანთ ნამუშევრებზე. თუმცა ამ წვეულებებიდან ბევრი სავსე იყო ბრწყინვალებითა და ფერადოვნებით და უფრო მეტად სიამოვნებაზე იყო ორიენტირებული ვიდრე მუშაობაზე. შედეგად ალბათ ჰარლემის თითქმის ყველა მცხოვრები ისურვებდა დასწრებას და მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ღონისძიებისთვის ასობით მოწვევა გაიგზავნა, ასობით ადამიანი კიდევ მოდიოდა. მისი ბინის ყველა კუთხე სავსე იყო სტუმრებით და ამბობდნენ, რომ იქ ისეთი სივიძროვე იყო, როგორც ნიუ-იორკის მეტროში პიკის საათში. თუმცა როგორც ჩანს, ბევრს ეს სივიძროვე სიამოვნებდა. ზოგი მაგალითად ჰიუზი აქებდა მის საქმიანობას და მას ჰარლემის 20-იანი წლების სიხარულის ქალღმერთს უწოდებდა. სხვები, მაგალითად როი ოტლი, მას მაჰაგონის მილიონერ ქალად აღწერდნენ, რომელიც ფულს დაუფიქრებლად ხარჯავდა და უცნაურ ტანსაცმელს ატარებდა. ამ წვეულებებმა ასევე მნიშვნელოვანი ურთიერთობა გამოიწვია სხვადასხვა თემებს შორის, რადგან ხშირად თეთრკანიანი პოეტები, მწერლები და შემსრულებლები გრინვიჩ ვილიჯიდან და ქვემო მანჰეტენიდან ესწრებოდნენ ელილიას მიერ გამართულ ღონისძიებებს. 1927 წელს მან თავისი სახლის ერთი სართული გაარემონტა და მას Dark Tower დაარქვა, რათა იქ შემდგომი ღონისძიებები და წვეულებები გაემართა. მისი მფარველობა ასევე გავრცელდა ფართო საზოგადოებაზე და ელილია ჩაერთო ჰარლემში მრავალი რელიგიური და საზოგადოებრივი ჯგუფის საქმიანობაში 1920-იან წლებში. ამ ჯგუფების მეშვეობით ის რამდენიმე კომიტეტის წევრი გახდა, რომლებიც ამ რაიონის განვითარებასა და დაფინანსების უზრუნველყოფაზე მუშაობდნენ. ის განსაკუთრებით ცდილობდა ჰარლემში ქალთა ჯგუფების განვითარებას ომს შორის პერიოდში. და ამ ყველაფერს თავისი გავლენა ჰქონდა. ჰარლემის რენესანსს დღეს ზოგადად მიაწერენ იმას, რომ მან ამერიკის შეერთებულ შტატებში აფროამერიკულ საზოგადოებას ახალი იდენტობისა და სიამაყის გრძნობა შესძინა. ისეთი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სამოქალაქო უფლებების მოძრაობის განვითარებაში, რომლებმაც 1950-იანი და 1960-იანი წლების დასაწყისში საბოლოოდ დაასრულეს სეგრეგაცია ამერიკაში. მოძრაობაში წვლილის შეტანით ელილია ემ თავისი კვალი დატოვა ამერიკის ისტორიაში ომს შორის წლებში. ელილია ასევე ბევრს მოგზაურობდა 1920-იან წლებში და მოგზაურობისას ცდილობდა საერთაშორისო კულტურებსა და იდეებს გაცნობოდა, რომელთა ჰარლემში ჩამოტანაც შეიძლებოდა. მაგალითად 1921 წელს ელილია 4 თვიან მოგზაურობაში გაემგზავრა ევროპაში. ეწვია ნიცას და მონტე-კარლოს საფრანგეთის სამხრეთში და გარკვეული დრო პარიზში გაატარა, რომელიც 1920-იან წლებში მსოფლიოს კულტურულ დედაქალაქად ითვლებოდა. მან ასევე მოინახულა ლონდონი, ნეაპოლი და რომი თავისი ევროპული მოგზაურობის დროს. თუმცა ალბათ მისი ყველაზე გამორჩეული საერთაშორისო მოგზაურობა იყო აფრიკაში 1922 წელს. იქ მან გაიარა კაირო, სანამ აფრიკის შქისკენ გაემართებოდა ადის-აბებაში, იმ დროისთვის აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი იმ იშვიათი ქვეყნის დედაქალაქში, რომელსაც ევროპული ძალა არ მართავდა, აბისინიის იმპერიაში, რომელიც თანამედროვე ეთიოპიას შეესაბამება.
იქ მან შეხვდა იმპერატრიცა ზუდიჩუს, იმპერიის მმართველს და მომავალ იმპერატორ ჰაილე სელასის, რომელიც 1920-იან წლებში იმპერატრიცის მთავრობის რეგენტი იყო. როგორც ბევრ სხვას მის შემდეგ, ელილია შთაგონებული იყო აქაური აფრიკული სახელმწიფოთი და ამან მასზე გავლენა მოახდინა, რომ ამერიკაში დაბრუნების შემდეგ უფრო აქტიური როლი ეთამაშა ჰარლემის აღორძინებაში. ელილია სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ქორწინება სასტუმროს მიმტანზე, სახელად ჯონ რობინსონზე შედგა. ზუსტად როდის დაქორწინდნენ უცნობია, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო მაშინ, როცა ის საკმაოდ ახალგაზრდა იყო, 1900-იანი წლების შუახანებში. მათი ურთიერთობა პრობლემური იყო და წყვილი 1911 წელს დაშორდა. თუმცა ისინი საბოლოოდ მხოლოდ 1914 წელს გაშორდნენ, როცა ელილია ნიუ-იორკში გადავიდა. მათი არაფორმალური დაშორების შემდეგ მალევე ელილიამ დაახლოებით 15 წლის გოგონა იშვილა, სახელად პერი მეი ბრაიანტი, რომელმაც შემდეგ მეი უოკერის სახელი მიიღო. ის ელილიას ერთადერთი ქალიშვილი იქნებოდა და მას ბიოლოგიური შვილი არასდროს ჰყოლია. შემდგომ წლებში კიდევ რამდენიმე ქორწინება მოჰყვა. დაახლოებით იმ დროს, როცა ის გახდა Madam C.J. Walkeris კომპანიის პრეზიდენტი, მან იქორწინა Wiley Wilsonზე, ექიმზე, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ გაშორდა. 1923 წლის ნოემბერში, როცა ელილია განქორწინებას გადიოდა, მან თავისი ქალიშვილი დააქორწინა ექიმ გორდონ ჰეი ჯექსონზე, რომელიც იყო მდიდარი ცინცინატის ნახშირის ვაჯრის შვილიშვილი. იმ დროის მაღალი საზოგადოების ბევრი წარმომადგენელივით, ეს იყო შესაძლებლობა ორი გამორჩეული ოჯახის გაერთიანებისთვის და ელილია მზად იყო ღონისძიებაში დიდი თანხა დაეხარჯა, სულ $42,000, რაც დღეს დაახლოებით $600,000. ქორწილი ჰარლემის სეზონისა და წლის სოციალური ღონისძიება უწოდეს. დაწვეულებას 9000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, რომელიც უოლკერის ირვინგტონის სასახლეში, სახელად ვილა დე როირო, გაიმართა. თუმცა, ერთი მთავარი პრობლემა იყო. უოლკერის ქალიშვილი მეი სხვას იყო შეყვარებული. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება შედგა და წყვილს შვილი შეეძინა, ისინი მხოლოდ 1 წლის შემდეგ განქორწინდნენ. ამავე პერიოდში ელილია საბოლოოდ გაშორდა თავთავის მეორე ქმარს და მალევე თავადაც იპოვა ახალი სიყვარული, როდესაც 1926 წელს ექიმ ჯეიმს ართურ კენედიზე იქორწინა. თუმცა ეს ქორწინებაც დასრულდა განქორწინებით 1931 წლის დასაწყისში. ამ ქორწინებების მიუხედავად ელილიას სექსუალობა განხილვის საგანი იყო. მისი სალონი ჰარლემში 1910-იანების ბოლოსა და 1920-იან წლებში სტუმართმოყვარე გარემოდ იქცა იმ პერიოდის LGBT თემის ცნობილი წევრებისთვის. როგორც ჰარლემის აღორძინების რამდენიმე გამოჩენილი ფიგურა აღწერს, რომლებიც მის წვეულებებს ესწრებოდნენ, ამ წვეულებებზე სექსუალური ატმოსფერო იმდენად თავისუფალი იყო, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო 1920-იან წლებში. ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი ვარაუდები, რომ ელილია თავად იყო ლესბოსელი ან ბისექსუალი და ეს ვარაუდები ბოლო წლებში კიდევ უფრო გაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის Netflix-ის სერიალში Self-Made ასე იყო წარმოჩენილი. სერიალში ის რომანტიკულ ურთიერთობაშია პერსონაჟ ესთერთან და ეს იწვევს დაძაბულობას მის დედასთან. თუმცა რეალურად ეს ყველაფერი მთლიანად შოუს შემქმნელების მოგონილია და ძალიან ცოტა მტკიცებულება არსებობს ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მისი შეხედულებები სექსუალობაზე სრულიად ლიბერალური იყო, ჩვენ არ ვიცით არც ერთი ხანგრძლივი ურთიერთობის შესახებ, რომელიც მას სხვა ქალთან ჰქონოდა. და მისი სამი ქორწინება, რომლებიც თითოეული წინა განქორწინების შემდეგ მალევე მოხდა, კიდევ უფრო მიუთითებს იმაზე, რომ ელილია ჰეტეროსექსუალი იყო. ელილია შედარებით მოულოდნელად გარდაიცვალა 1931 წლის 17 აგვისტოს, სულ რაღაც 46 წლის ასაკში. მიზეზი იყო თავის ტვინის სისხლჩაქცევა, რომელიც გამოწვეული იყო ჰიპერტენზიით, მდგომარეობა, რომელმაც ასევე ხელი შეუწყო მისი დედის ნაადრევ გარდაცვალებას. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მისი დაკრძალვა გაიმართა 7th Avenue-ზე, ათასობით ჰარლემელი დაესწრო ამ ღონისძიებას, რომელიც ფაქტობრივად დიდ წვეულებად იქცა. ის დაკრძალეს Woodland სასაფლაოზე, ბრონქსში, დედამისის გვერდით. ჰარლემელი პოეტი ლენგსტონ ჰიუზი მის სიკვდილს ასე უწოდებდა: ჰარლემში მხიარული დროების დასასრული. ელისიას გარდაცვალების შემდეგ მისმა ქალიშვილმა მეიმ გადაიბარა Madam C.J. Walkeris კომპანიის მართვა. ეს რთული პერიოდი იყო კომპანიისთვის, რადგან დიდი დეპრესია გაგრძელდა 1930-იანი წლების შუახანებამდე და გაპიდვები მკვეთრად დაეცა. მიუხედავად ამისა, მეიმ გაპიდა თავისი მშვილებელი დედის ზოგიერთი ქონება და კომპანია შეინარჩუნა, რათა მისმა ქალიშვილმა, ელილია მეი პერი ბანდლსმა, ომის შემდგომ პერიოდში კვლავ მომგებიანი კომპანიის მეოთხე პრეზიდენტი გამხდარიყო. კომპანიამ კარი დახურა 1991 წელს, მაგრამ 2020 წელს სანდიალ ბრენდსმა ბრენდის სახელი აღადგინა. ეს ნაწილობრივ იმის მცდელობა იყო, რომ სარგებელი მიეღოთ Self-Made-ის გამოსვლით.
Netflix-ის სერიალი, რომელიც მადამ CJ Walker-ის ცხოვრებას ასახავს, სადაც ელილია ერთ-ერთ მთავარ ფიგურად გვევლინება. ამიტომ ბოლო წლებში მის ცხოვრებაზე ბევრი საუბარია. დიდი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს. ამ ადამიანებზე იმედი მაქვს თქვენთვის საინტერესო იყო. ეს იყო კომპილაციური სტილის ვიდეო. რომ წერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ ფორმატზე და თუ უკვე გინახავთ ამ ვიდეოებიდან რომელიმე, ან ამ კომპილაციაში მოცემული რომელიმე ადამიანი, ბოდიშს გიხდით. იმედი მაქვს რაღაც ახალს მაინც ისწავლეთ და აქ წარმოდგენილი ყველა მასალა უკვე ნანახი არ გქონდათ. მომწერეთ კომენტარებში თუ გსურთ კიდევ მსგავსი ვიდეოები და თუ გაქვთ სხვა შემოთავაზებები, ისინიც აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. იმედი მაქვს, რომ გამოწერილი ხართ და შეტყობინებები ჩართული გაქვთ, რომ ჩემი ყველა ვიდეო მაშინვე ნახოთ, როგორც კი ავტვირთავთ. ჩემგან სულ ეს იყო. ასე რომ გნახავთ შემდეგ დავიწყებული ცხოვრებების ეპიზოდში. გმადლობთ.